Heyetin ziyareti bir gelenek haline geldi. Riona TV'nin konuğu olmaları bekleniyordu. Ancak bu sefer belediyenin sunduğu büyük bir programla karşılandılar. Bu nedenle Gürcistan Orhan Gazi Derneği Halkla İlişkiler Müdürü Manana Gabriel ise Riona TV'yi ziyaret etmek zorunda kaldı. Incognito adlı internet televizyonunun kurucusu ve yöneticisi Kutaisi Kreissaiten Festivali vesilesiyle büyük bir sevgiyle tebrik etti ve dostluk bir yol ve bir köprüdür projesine atılan adımlar bahsedildi. ძალიან განიცდიან უფროსი თაობა, აი ასაკოვანი თაობები, ბაბუები, ბებიები, ვინც გახდნენ, რომ მომავალ თაობას ქართული უკვე აღარ ესმის. და ეს ისეთი განცდაა მათთვის, რომ რატომ ჩვენ ქართული სული, სისხლი გვაქვს და რატომ შეიძლება რომ არ გქონდეს ის, რომ ჩვენმა შულებმა და მომავალმა თუნდაც ეზოში ითამაშონ ქართულად, წერონ, წაიკითხონ. ულამაზესია, ქუთაისი სულ თბილია, სულ სიყვარულით სავსეა, მაგრამ ეს დღე არის გამორჩეული, არაჩვეულებრივი. და შარშან, როდესაც ვიყავით, აი ეს დელეგაცია, პიჭაკებზე აი გვირილებით დაამაგრებული, ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ და საოცარი შეხვედრა იყო. მოკლედ ტრადიციად გადაიქცა ბატონი ადემ თურანი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო ამ ასოციაციის პრეზიდენტი, მან დაიწყო პირველი ეს ნაბიჯები. წამოვიდა მერე ქუთაისს დაუკავშირდა. საქართველოს ისტორიას ძალიან დიდი ხანია აქვთ ჩვენ. ისეთი რომ ჩვენი წინაპრები ჩამოსვლა 150 წელი წინ ჩამოსვლა, 150 წელი გახდა და მაინც ისეთი რომ კიდევ ჩვენ ჩემი დიდი ბაბუა მეტყოდა რომ შვილო ჩვენ თურქეთში ვართ, ან მაინც ქართველი ვართ და ქართული სისხლით ვიყავ ჩვენ ზავოში და ეს ჩვენ ახლა შენ გესაუბრებით გელაპარაკები, შენ შვილებს ასწავლე და ელაპარაკე. ჩვენ შვილებსაც ვასწავლე, ან შემოჯახსის ლაპარაკობ ქართულ ენას, ქართულ კულტურას აყურებებს და ან ასოციაციას ვაკეთებ. ანსამბლი ოქრო. ეხლა მოგიხსენებათ, ალბათ თურქეთში ძალიან რთულია მანდილოსანი და გოგონები გაუშვან ცეკვაზე. ხომიცით არა? აი სულ ფეხთაფეხ, კარტა-კარტაი არა ბატონო ბადემა, რომ ანსამბლი ოქრო ესეთი სახელწოდებით შექმნილიყო და მართლაც საოცარი ანსამბლი შეიქმნა. ძალიან კარგი მოცეკვავეები ყავთ, უამრავი. არა მარტო ქართველი ბავშვები და ქართული სულით დაბადებლები, იქ მცხოვრები თურქებიც კი არიან უკვე ამ ანსამბლში და იმდენად უხდება ქუთაისს ეს ტრადიცია, მე არც მგონია ქუთაისზე მეტად თუ ვინმეს უხდება აი ეს და მე ვფიქრობ რომ ქუთაისი ბედნიერია ამ 2 მაისობით და გილოცავთ კიდევ ერთხელ ქუთაისს და ძალიან მიყვარხართ ქუთათურებო.